უზენაესმა სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი განსახილველად დასაშვებობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. განჩინებაში წერია, რომ უზენაესი სასამართლო გიორგი ოკმელაშვილის მსჯავრდების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს. ოკმელაშვილის ადვოკატი კობა ბარამია მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები ობიექტურად არ შეაფასა და საქმის ვითარება აბსოლუტურად ტენდენციურად წარმოაჩინა. ბარამია საკასაციო საჩივარში სწრაფი მართლმსაჯულებისა და საკუთრების უფლების დარღვევაზე მიუთითებდა. ასევე აპელირებდა, რომ საქმეში პოლიციელი მოწმეების ცრუ ჩვენებები, არაავთენტური ექსპერტიზის დასკვნები და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები იყო. სარეკლამო კომპანია ლიმონის დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი მაისში სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მხარის პოზიციით 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ოკმელაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. სამთებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.